პოლიტიკური ნიშნი დაკავებული და ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული პირები კი მათ საქმეებზე გრიფის საიდუმლოს მოხსნას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. პოლიტპატიმრები განცხადებას ამ წუთებში აკეთებენ. კინოსახლს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ. მე მინდა გითხრათ ის, რომ ჩვენ ძალიან მოკლე დროში ძალიან ინტენსიურად და საკმაოდ მძიმე პირობებში ვიმუშავეთ. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც აქ არის ჩემი მეგობარი და იყო ჩართული ამ პროცესში ჩემთან ერთად. იყო თვითმხილველი, რამდენად რთული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ თავარი იყო, რომ ეს იყო ახალი ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე გეტყვით პირდაპირ, რომ მქონდა აბსოლუტური მხარდაჭერა მე პირადად, რომ ეს პროცესი, რომელიც დაიწყო, მიმეყვანა ბოლომდე ჩვენს მეგობრებთან ერთად. თუმცა არ არის იოლი ბუნებრივია არც დღეს, როდესაც აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტს იყენებენ იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობის დღეს დარჩენილი სახეები ამ პროცესის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. მათ ეშინიათ სწორედ თითოეული თქვენთაგანის ღია და პირისპირ შეხვედრის. ამიტომაც არ უნდოდა მათ არც აღიარება, არც ერთი პოლიტპატიმრის და არც მათი გათავისუფლება, არც ერთის. მათ ეშინიათ იმ შემდგომი ნაბიჯების, რომელიც ამას მოყვება და მოყვება, იმიტომ რომ ამით არ დასრულებულა ყველაფერი, ბუნებრივია ამით დაიწყო. და ბუნებრივია ძალიან კარგად ესმით, რას ნიშნავს საერთაშორისო საზოგადოებისთვის, როდესაც ქვეყანაში ყავს 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ იმ სიაში, როდესაც ვამბობთ, რომ ყველა ის ადამიანი არ იყო, ვინც იყო ასევე პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული, მე ამაზე არაერთხელ მithქვამ საჯაროდ. პირველ რიგში არ იყვნენ ის ადამიანები, ვინც იმაზე ადრე გათავისუფლდა, ვიდრე ჩვენ ამ პროცედურას დავასრულებდით და განვიხილავდით და გადაწყვეტილებას მივიღებდით. ამიტომ მე პირდაპირ ვამბობ, უჭერ მხარს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ეს სტატუსი ეკუთვნით, მიიღონ ეს სტატუსი და მზად ვარ, რომ ეს პროცესი თქვენთან ერთად, ვისაც ეს ეხება, გავაგრძელო და მივიყვანო ბოლომდე. თუმცა ამაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს მექანიზმი შევქმნათ. ეს არის ახალი პროცედურა, რომელიც უნდა დაიწყოს და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი აი ქალბატონ ნორა კვიციანს ხედავ, ხო? აქ არის ცოტნე გამსახურდია ჟორჟოლიანი, თემურ ჟორჟოლიანი და ბევრი, ვინც გათავისუფლდა იქამდე, ვიდრე ჩვენ დავასრულებდით ამ პროცესს. ბუნებრივია არავინ არ აქვს განსხვავებული აზრი, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაპატიმრებულები, უბრალოდ ჩვენ პირდაპირ გვეწერა გადაწყვეტილებაში, რომ ვიხილავდით პატიმრობაში მყოფი პირების საქმეებს, ვინც პოლიტიკურად იყო დაპატიმრებული და იყო პატიმრობაში, ან იყო ძებნაში. და ამიტომ ამ ორი კატეგორია მოექცა პარლამენტის საქმიანობის ქვეშ და ვერ შევეხეთ იმ დანარჩენებს პირველ ეტაპზე, თუმცა ჩვენ ამ საკითხს უნდა დაუბრუნოთ, იმიტომ რომ უსამართლობა იქნება მართლაც, რომ ამ სტატუსის გარეშე იყვნენ ის ადამიანები, ვინც ბუნებრივია იყვნენ დაპატიმრებული პოლიტიკური. ეს იყო პირდაპირი ჩართვა კინოსახლიდან, განცხადებას აკეთებს ეკაბესელია, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მე შეგახსენებთ, რომ პოლიტპატიმრები მათ საქმეებზე გრიფის საიდუმლოს მოხსნას ითხოვენ.